ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა ვისაუბროთ საიდუმლო ჰაბზე, ან გამშვებ პუნქტზე, რომელიც მდინარე ენგურზე პრაქტიკულად დასრულებულია და ამაზე ძალიან ბევრი ახლა ინფორმაცია არის მედიაში. ამას საიდუმლო ვუწოდე, რადგანაც საკმაოდ ფარულად მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი, თუმცა რა თქმა უნდა, ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ძალიან ბევრი ინფორმაციაც თქვენთან ერთად ამაზე ვინც აკვირდებოდა ამ მოვლენებს ჰქონდა. დღეს დეტალურად ვისაუბრებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით ნამდვილად ენგურის გამშვებ პუნქტთან ჭყალებში, რა თქმა უნდა, რომელიც რომლის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ, ან მოიწონოთ ეს ვიდეო, დაწერეთ თქვენი კომენტარები, გამოიწერეთ არხი, ასევე ჩართეთ შეტყობინებები და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ხარი დაუჭიროთ არხს აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. ასეთი მხარდაჭერი თქვენ ხელს უწყობთ იმას, რომ ეს არხი გაგრძელდეს და პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მე მოვამზადოთ თქვენთვის ასეთი ანალიზი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ვფიქრობ, რომ ქართული მედია ანალიტიკური სივრცისთვის ეს არის ძალიან სასარგებლო და რაღაც მხრივ უნიკალურიც კი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ვეცდები, რა თქმა უნდა, რომ მაქსიმალურად ხარისხიანად გავაგრძელოთ. მადლობა და გადავიდეთ უშუალოდ დღევანდელ საკითხზე. 2025 წლის ბოლოს აფხაზურ, ასე ვთქვათ, სეგმენტში ინტერნეტის და მედიაში გაჩნდა სიახლე იმის შესახებ, რომელმაც გამოიწვია შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა, რომ ესე იგი სატვირთო ტერმინალი ეგრეთ წოდებულ დე-ფაქტო საზღვარზე ყოველ ჯერზე გამოვიყენებ ამ ტერმინოლოგიას, თუ რომელიმე ჯერზე გამომრჩა, იგულისხმება წინასწარ ვიტყვი დე-ფაქტო ეგრეთ წოდებული ენგურის საზღვარი, სადაც მათი მტკიცებით არის ესე იგი საკონტროლო გამშვები პუნქტი ენგური ან ინგური თვითონ ესე ამბობენ ჩამოყალიბებული. და მისი მშენებლობა დასრულებულია. ობიექტი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ჩრდილში, ახლა მას უწოდებენ აფხაზური ეგრეთ წოდებული მხარე, ან ეგრეთ წოდებული იქ ხელისუფლება დე-ფაქტო და ასე შემდეგ, უწოდებენ მნიშვნელოვან ნაბიჯად ინტეგრაციაში გლობალურ საეკონომიკურ პროცესებში. თუმცა აქ ეკონომიკური ფორმულირებების უკან, რა თქმა უნდა, ასევე გეოპოლიტიკაც ძალიან აქტიურად დგას. პრინციპში ძალიან აქტიური შესავალი ამ თემას არ ჭირდება, რადგანაც კონტენტის მაყურებელი მსმენელი არის ქართული ენის მფლობელი, უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე, ქართველი, შესაბამისად საუბარი იურიდიულ ან ისტორიულ წარსულზე, რაც უკავშირდება ენგურის აი ამ გამშვები პუნქტის არა, მაგრამ აი ამ გადასასვლელის, მოდით ასე ვთქვათ, ხო, ხიდის თუნდაც ფუნქციონირებაზე ძალიან კარგად იცით და ბევრმა ჩემზე უკეთ, ვინც ჩემზე უფროსი არის ასაკით და ახსოვს ძალიან კარგად ეგ მოვლენები. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ამ თემასთან პირდაპირ კავშირში არის ბევრისთვის ცნობილი, განსაკუთრებით უფროსი თაობისთვის იგორ გიორგაძე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის თავის დროზე 1993-15 წლებში და იმ დროს ძალიან კარგად იცით, რომ რუსეთმა დანიშნა რეალურად ესე იგი სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი საქართველოში და ეს იყო სწორედ იგორ გიორგაძე. თუმცა 95 წელს იგორ გიორგაძე წავიდა რუსეთში და იქ ცხოვრობს მაგის შემდეგ, რადგანაც ედვარდ შევარდნაძემ მას ბრალი დასდო ტერაქტის ორგანიზებაში მის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი, რომელზეც გეტყვით, რომ ასევე იმდროინდელ პოლიტიკურ საზოგადოებრივ მოღვაწეებს გაცილებით მეტი ინფორმაცია ექნებათ, ვიდრე მე, ვინც ამას კითხულობს ახლა რეალურად და აქედან შეისწავლის და იმ დროს 95 წელს მე დავიბადე. 2010-11 წლებში ძალიან საინტერესოა, რომ რუსეთსა და აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას შორის სასაზღვრო კონტროლის შესახებ ხელმოწერილია გარკვეული საბუთები და ეს საბუთები გულისხმობდნენ პრინციპში ერთობლივი ლოგისტიკური კავშირების განვითარებას და ასე შემდეგ. ანუ გარკვეულწილად რუსეთს უკვე
11 წლიდანვე ქონდა ეს სურვილი და თქვენ გახსოვთ ყველას, რომ თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებაც შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად გააფორმეს სპეციალური ასეთი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უნდა შექმნილიყო, ანუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების sapasუხოდ რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდა შეთანხმება SGS შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელსაც დაევალა წვირთების კონტროლი აფხაზეთში შემავალი და აფხაზეთიდან გამავალი, ანუ ერთი ფსოუზე და მეორე ენგურზე უნდა ყოფილიყო ასეთი კონტროლის მექანიზმები, თუმცა დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ეჭვები არის საერთოდ ეს SGS-ი შვეიცარიული ნეიტრალური, ასე ვთქვათ, დამკვირვებლები და მონიტორინგი თუ იქნება აქ საერთოდ ამ მონაკვეთში და ახლა უკვე უნდა ვთქვათ, ბოლო ერთ-ერთი სიახლე, რომელიც აი ბოლო წლების ამბავია, რუსეთს ძალიან ჭირდება გარკვეული ლოგისტიკური კავშირების გახსნა, ჩამოყალიბება ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტების, კერძოდ იმ მარშრუტებისთვის, რომელიც ახლა უკვე არსებობს. მათ შორის გულისხმობ, რომ უკრაინის გავლით ჩაკეტილია ლოგისტიკა, შავი ზღვის მიმართულებით ძალიან პრობლემურია, იქ საომარი მდგომარეობა არის და მოვლენები ბელარუსი პრინციპში ჩაკეტილია როგორც მნიშვნელოვანი ტრანზიტული მიმართულება. სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის გავლით, შემდეგ საქართველოს გავლით და თურქეთის ტვირთები საკმაოდ დაწვირთულია ისედაც და აზერბაიჯანთან ურთიერთობები ოდნავ დაძაბულია ბოლო პერიოდში რუსეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობები რუსეთის სურვილის ფარგლებში სომხეთის გავლით ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი არ შენდება მაგის ნაცვლად ამერიკული პროექტი ტრიპი ვითარდება და შესაბამისად რუსეთს ძალიან ჭირდება ახალი ლოგისტიკა და ერთ-ერთი სხვადასხვა ანალიტიკოსის საერთაშორისო მათ შორის და ჩემი ანალიზის მიხედვითაც ერთ-ერთი რუსეთს კორიდორი სატრანსპორტო გზა, რომელიც ჭირდება, ეს არის საქართველოსთან უშუალო რკინიგზის კონტაქტის კომუნიკაციის აღდგენა და ეს არის აფხაზეთის გავლით. 2023 წლის მაისში რუსეთის წარმომადგენლებმა თქვეს ესეთი განცხადება გააკეთეს, რომ აფხაზეთის გავლით გავაოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მარშრუტი და კონკრეტულად ასევე აი ერთ-ერთი კონტექსტის ფარგლებში იყო ნახსენები ის, რაც საქართველოს ძალიან აღელვებს პრინციპში და ეს არის, რომ აბრეშუმის გზის ნაწილი გახდება აფხაზეთიო და წარმოუდგენელია, ანუ რა აბრეშუმის გზის, როგორ და საქართველოს გარეშე რანაირად, ან საქართველოს რამდენად დათანხმდება, რომ აფხაზეთი ბჭყალებში გახდეს ასე ცალკე აბრეშუმის გზის ნაწილი. 2023 წლის ნოემბერში ქართულ მედიაში გაჩნდა პირველი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ენგურის ხიდზე შენდება ასეთი, ესე იგი, გამშვები პუნქტი. ამის შემდეგ ოფიციალური თბილისი და სოხუმის მარიონეტული მთავრობა პრინციპში განცხადებას არ აკეთებენ საერთოდ და კომენტარსაც არ აკეთებენ, ანუ რა ხდება რეალურად. 2023-25 წლებში მიმდინარეობდა მშენებლობა საქართველოს ამ პერიოდის განმავლობაში პრინციპში რუსეთთან ასე ვთქვათ აღრმავებდა მხოლოდ და მხოლოდ მჭიდროდ თანამშრომლობას ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკული ბოლო ინფორმაცია, რომელიც გვაქვს, რომ რუსული ნავთობი ფოთის ტერმინალში არის შესული და შემდეგ როგორც ქართული ნავთობი იყიდება და ასე შემდეგ, მოკლედ, ამაზე ბევრი ინფორმაცია არის საჯარო მედიაში წყაროები, რაზეც საუბრობენ. 2025 წლის ოქტომბერში დახურულ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია აფხაზეთის პატრიოტები, ჩნდება ინფორმაცია, რომ დასრულებულია პრაქტიკულად ტერმინალის მშენებლობა და ამის შედეგად აფხაზურ სოციალურ ქსელებში, ასე იგი, ჩნდება სერიოზული თემები იმის შესახებ, რომ თქვენ ბჭყალებში მტერთან აპირებთ ვაჭრობას. და დეკემბერში 2025 წლის სოხუმმა პირველად ისაუბრა ამ პროექტის მნიშვნელობაზე. და ესე იგი სატრანზიტო კომპანია ერთ-ერთის გენერალურმა დირექტორმა ასტამურ ახსალბამ
ესე იგი განაცხადა, რომ ამ პროექტს ჩუმად ახორციელებდითო, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება დასავლეთის ინტერესებსო, რადგანაც დასავლეთი ცდილობს რუსეთის იზოლაციას და ამ პროექტის მეშვეობით შეიძლება რუსეთის იზოლაციის გარღვევაო. ძალიან პირდაპირ გულწრფელად გვითხრა ადამიანმა რა უნდათ, რას აპირებენ და საერთოდ რაზე არის. ხო, რა არის ეს პროექტი და ანუ ვინ ცდილობს მოსკოვის, სოხუმი და თბილისი, აი ასე სამი ცენტრი შეიძლება ვთქვათ, ანუ გახადოს სოხუმი ცალკე მოთამაშე და ჩართოს ამაში, ვინ ცდილობს ამას. აფხაზური მხრიდან სწორედ ასტამურ ახსალბა არის აქტიურად ამ პროცესებში ჩართული და ამბობს, რომ აფხაზეთი ამ შემთხვევაში იქნება ტრანზიტული ქვეყანა ბჭყალებში, რა თქმა უნდა, მისი ციტატა არის. რუსეთის სასაზღვრო ესე იგი სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ბელიანინოვი აცხადებს, რომ ეხლა არის ესე იგი სხვა მსოფლიო ერების ასამბლეის პრეზიდენტი, რაღაც ასეთი ორგანიზაცია აქვს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს აი ამ პროექტს, რადგანაც ეს ხელშეუწყობს ლოგისტიკური კავშირების განვითარებას და ერებს შორის ურთიერთობას. ნუ ესეთ სასიამოვნო რაღაც ლოზუნგები აქვს ზოგადი, ასე ვთქვათ. და ჩნდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, რომელიც არის ამ მსოფლიო ერების, ესე იგი, ასამბლეის გენერალური მდივნის მოადგილე, აი ვიზეც ვისაუბრეთ და საქართველოს სუსის ან კგბ-ს მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხო, ასე სუკის თავის დროზე მეთაური პრაქტიკულად იგორ გიორგაძე, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ორგანიზაციას საქართველოს საზღვარგარეთ, ასეთი რუსეთში, გრუზია za rubежом, ანუ რუსულად ასე ქვია და რუსეთში ფუნქციონირებს ცხადია, ეხლა ამერიკაში რა ფუნქციონირებს, მგონი ნათელია. აფხაზურ საზოგადოებაში პრინციპში იგორ გიორგაძე განიხილება როგორც მტერი, ეს ძალიან საინტერესო არის, რადგანაც იგორ გიორგაძე ხელმძღვანელობდაო სპეცრაზმს, ანუ სპეციალურ დანაყოფებს, როგორც უშიშროების მინისტრი 92-93 წლებშიო. თუმცა იგორ გიორგაძე ძალიან უცებ გააქტიურდა დეკემბრიდან და ვხედავთ, რომ შექმნილი აქვს YouTube არხი, Facebook არხი და იქ ძალიან აქტიურად ავრცელებს სხვადასხვა მის ვიდეოს და მოსაზრებებს. ეხლა რაც შეეხება სქემას ამ ლოგისტიკის მუშაობის, პრინციპში საუბარი არის იმაზე, რომ ტვირთები ირანიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან უნდა მიდიოდესო აფხაზეთის ასე იგი გავლით საქართველოს და აფხაზეთს თვითონ ასე ამბობენ, ანუ ხო გასაგებია ლოგიკა. გავლით რუსეთში და რუსეთიდან ტვირთები ასევე უნდა მიდიოდეს როგორც საქართველოში, დანარჩენ საქართველოში, ასევე უნდა მიდიოდეს სომხეთში, ირანში, თურქეთში, ინდოეთში და ასე შემდეგ, მოკლედ ასეთი. და ძირითადად ეს უნდა იყოს სხვადასხვა, ესე იგი, სოფლის მეურნეობაო, რატომღაც ასევე მათ შორის უნდა გულისხმობდეს ტექნიკას და ასე შემდეგ. ანუ რეალური მიზეზი, რაც ამის არის და მიზანი, რაზეც არაერთი ექსპერტი საუბრობს, ეს არის სანქციების გვერდისავლისთვის რუსეთს ჭირდება მნიშვნელოვანი გზა და კერძოდ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება თურქეთის მიმართულება, ანუ რუსეთს ახლა არ აქვს პრაქტიკულად ეფექტური კომუნიკაციები ხმელეთზე თურქეთთან. და ეს ძალიან უჭირს, იმიტომ რომ თურქეთი არის რუსეთის საკვანძო ეკონომიკური პარტნიორი, რომელიც სანქციებში არიღებს მონაწილეობას და ხელს უწყობს ამას. პატა ზაქარეიშვილმა, ყოფილმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, თქვა, რომ ეს, ესე იგი, პროექტი მეტწილად მიზნად ისახავს, რომ მოსკოვმა მიიღოს პირთები, თბილისმა მიიღოს აქედან ფული, ანუ რაღაც შემოსავალი, ასევე ფული მიიღოს სოხუმმა და სოხუმმა მიიღოს აქედან გარკვეული თავისი პოზიციების გამყარება, ანუ ადგილობრივმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ. და პრინციპში თავისი არსით ეს სქემა გავს იმ სქემას, რომელიც უკვე მოქმედებს. რუსეთი საქართველოს აწვდის მაგალითად ნავთობს, მერე საქართველოში ნავთობის სტატუსი იცვლება და გადის ეს ნავთობი სხვაგან, მაგალითად მედიაწერს ასე, გადის სადღაც და უკვე ქართული წარმოშობის არის. როგორია საქართველოს დე-ფაქტო ეგრეთ წოდებული, ეს ჩემი შეფასებაა, ჩემი პირადი,
და იცით რომ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული მნიშვნელოვანი რაოდენობის ასევე მოსაზრებაც ასეთია, სულ მცირე 2024 წლის არჩევნების ოფიციალური შედეგებით 48% ხმა ოპოზიციას იყო მიცემული და შესაბამისად 52% ოცნებას, ისიც ოფიციალური CESCO-ს მონაცემებით, ანუ ოპოზიცია ეჭქვეშ აყენებს ამ ოფიციალურ მონაცემებს. შესაბამისად გასაგებია ხო? ანუ საზოგადოების ნახევარს მინიმუმ ეჭვიეპარება, რომ ეს ხელისუფლება ითვლება კანონიერ ხელისუფლებად. ყობახიძეს პრინციპში სპეკულაციებს უწოდებს ამ საუბრებს და ამაში არ შედის ამ განხილვაში, მაგრამ რანაირი სპეკულაცია, როცა ყველაფერი ფაქტობრივად იცვლება, ოპოზიციური ველზე პრინციპში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ქართული ოცნება საიდუმლოდ აწარმოებს ამ პროექტს, რადგანაც ესმის, რომ საკმაოდ ესე იგი შეიძლება ამას შიდა გამოხმაურება მოყვეს საქართველოში და მოქალაქეთა უკმაყოფილო დამოკიდებულება პრინციპში უკმაყოფილო ასე ვთქვათ მიდგომა იქედან გამომდინარე რომ ეს გარკვეულწილად არღვევს ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. თუმცა უნდა ვთქვათ რომ სავარაუდოდ ქართული ოცნება შეცვლის ამ კანონს, რადგანაც რეალურად ან დაარღვევს უბრალოდ და არ შეიმჩნევს ამ დარღვევას და გასაგებია რომ სავარაუდოდ მაკეთკენ მიდის ეს პროცესები. რაც შეეხება იგორ გიორგაძის აქტიურობას, ალბათ პირდაპირ უნდა ვთქვათ რომ ეს არის რუსეთის მთავარი კურატორი და ამ მიმართულებით და საერთოდ საქართველოს კურატორიც კი გარკვეულწილად, იმიტომ რომ იგორ გიორგაძე არის რეალურად რუსეთის უშიშროების სამსახურების წარმომადგენელი და მისი გვარით აქ არ მოტყუდეთ, ასეთი არის ბევრი სხვა სომხური გვარიც, აზერბაიჯანულიც, ბევრი ნებისმიერი, ვინც რეალურად საბჭოთა დროიდან მისი დედაქალაქი იყო არა თბილისი, არამედ მოსკოვი. და საინტერესო არის იგორ გიორგაძემ ამაზე მსჯელობა ნაკლებად არის ჩვენ საინფორმაციო ველში, თუმცა რეალური განცხადება გააკეთა, რომ 90-იანი წლების კონფლიქტებშიო მხოლოდ ქართველები არიან დამნაშავეო, თქვა იგორ გიორგაძემ და თქვა რომ უნდა ბოდიში მოვუხადოთო აფხაზებს, ოღონდ მეტიც თქვა, ანუ აი ბოდიშზე მეტი უნდა მოვუხადეთო რა, ანუ სინანული და გარკვეული პაკაიანიე სიტყვა გამოიყენა მოკლედ, რაც წარმოუდგენელი ამბავია მოკლედ ასეთი მიდგომა, თუმცა სახელმწიფოს ცხადია ქართულ სახელმწიფოს არ წარმოადგენს იგორ გიორგაძე, მაგრამ საქართველოს მთავრობის პოზიცია რომ იგივე არის, ბიძინა ივანიშვილმა რომ ბოდიში მოუხადა აფხაზებს და ოსებს, ოღონდ ცალმხრივი გაურკვეველი შინაარსის ბოდიში ეს ხო არ არის ორმხრივი რაღაც შერიგების პროცესის ნაწილი, სადაც შეგეძლია ეს ბოდიში იყოს ორმხრივი, რომელიც რეალურად ანუ სასარგებლო იქნება შედეგისთვის პირობითად და სულ სხვა კონტექსტში იქნებოდა აღქმული. ამიტომ ეს ძალიან პრობლემურია. 2018 წელს გიორგაძე ინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, სადაც ამბობდა რომ ადამიანებზე, ესე იგი, აწარმოებენ იქო ექსპერიმენტებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ესეთი არეული მდგომარეობა და სიტუაციაა გაურკვეველი პრინციპში სრულად, იმიტომ რომ ჯერჯერობით მეტი დეტალი არ ვიცით, მაგრამ ეს აქტიურობა, ეს პროცესები მეტყველებს იმაზე, მათ შორის ის, რომ ტრიპის პროექტი დარჩა ამერიკის კონტროლის ქვეშ და სომხეთის და არ გადავიდა რუსეთის კონტროლის ქვეშ, ზანგეზურის დერეფნის ფორმატით, პრინციპში ძალიან საინტერესო საფუძველს ქმნის, რომ რუსეთს სურდეს სხვა მარშრუტი მისი კონტროლის ქვეშ სწორედ თურქეთის მიმართულებით. და მე ვფიქრობ, რომ ალბათობა აქედან რომ დავასკვნათ, ალბათობა იმისა, რომ ეს თემა გააქტიურდება და რეალურად იქნება 2026 წელს სერიოზული კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით და გაიხსნება გარკვეული ლოგისტიკა არის მაღალი ალბათობის, მე ვიტყოდი 70%-იანი ალბათობის დაახლოებით და განსაკუთრებით ეს იქნება სწორედ თურქეთის მიმართულებით ასეთი ლოგისტიკური კავშირი, პრინციპში თქვენ იცით რომ ბაქო, თბილისი, ახალქალაქი, ყარსი, ასევე შეიძლება ამოქმედდეს აქ, ანუ რეალური მარშრუტი შეიძლება ერთ-ერთი იყოს ასეთი, ეს იქნება რუსეთიდან მომავალი საქართველოს გავლით,
აფხაზეთის მონაკვეთის გავლით, შემდეგ მოვა ესე იგი დაახლოებით თბილისამდე და აქედან ბაქო-თბილისი ყარსით წავა თურქეთში. ანუ ეს არის ერთი კონკრეტული გზა და მეორე კონკრეტული გზა პრინციპში შეიძლება იყოს ალტერნატიული აზერბაიჯანს, მაგრამ პირდაპირ შემოდიოდეს აქ შემდეგ სომხეთში და სადაც ახლა იგეგმება რკინიგზის გახსნა თურქეთთან და საქართველოს სომხეთი-თურქეთი მიმართულება. ასევე შეიძლება იყოს კიდევ ერთი მიმართულება საქართველოს, სომხეთი, ნახიჩევანის გავლით, ანუ აზერბაიჯანის გავლით ირანი. და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულად უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესებს, იმიტომ რომ ეს ერთი მხრივ პრინციპში იქნებოდა შესაძლებლობა საქართველოში რომ ყოფილიყო ხელისუფლება, რომელიც ქართულ ჩემი შეფასებით, ეს უკვე ჩემი პოლიტიკური შეფასება, დააყენებდა საქართველოს ინტერესებს უპირველეს ყოვლისა. ანუ მე წარმოვადგენ პოლიტიკურ ინიციატივას ჯერ საქართველოს და ვამბობთ იმას, ჯერ საქართველოს ფორმატში, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქართული ოცნების სახით პრინციპში ჯერ საქართველოს ინტერესებს არ აყენებს დღის წესრიგში და ჩვენი მიზანი სწორედ ეგ არის რომ დავაყენოთ ჯერ საქართველოს ინტერესები და ამ ანალიზის მიზანიც ეს არის რომ გაჩვენოთ რომ ჯერ საქართველოს ინტერესი იქნებოდა აქ აფხაზეთის რეინტეგრაციის გარკვეული გავლენის ჩვენი გაზრდის ამ მიმართულებით თუ რეალურია საუბარი რაიმე კომუნიკაციაზე და ასე შემდეგ მაგრამ რეალურად, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს, ეს იქნება რუსეთის ინტერესებში და არანაირად ქართულ ინტერესებს რეალურად ხელს არ შეუწყობს. სავარაუდოდ ეს გაისაღება გარკვეულწილად, როგორც მნიშვნელოვანი ეკონომიკური მდგენელი, როგორც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის რეინტეგრაციის, თუმცა ყალბი მესიჯი იქნება რეალურად ჩემი შეფასებით და რეალურად ვის აწყობს ეს? აწყობს რუსეთს. და რაც აწყობს რუსეთს, ხშირად არ აწყობს საქართველოს და მით უმეტეს იმ ვითარებაში არ აწყობს საქართველოს, როდესაც რუსეთი ცდილობს საქართველოზე თავისი გავლენები გაზარდოს, ხოლო ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძალიან კარგი სიტყვაა, რომელიც რაღაცნაირად გარყვნეს, ჩვენი სუვერენიტეტისთვის გვჭირდება დამოუკიდებლობა და სწორედ სუვერენიტეტი რუსეთისგან უპირველეს ყოვლისა, რადგანაც რუსეთი არის მთავარი დაბრკოლება ჩვენი სუვერენიტეტისთვის. სწორედ ამიტომ ძვირფასო მოქალაქეებო ვიფიქრე რომ დეტალურად ვისაუბროთ აი ამ საკითხზე, იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს მსჯელობა და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ თქვენთან ერთად თვალყურის მიდევნებას აი ამ მნიშვნელოვან საკითხს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.